რეალებდა რომ იუდა გაფრინდა. მარიამი ნერვიულობდა ვაი დედა ჩემი გაგიჟდება. მანამდე სახურავზე იჯდნენ და როგორც კი მოვარდა ესე დიდი ტალღა მოგლიჯა სახურავი და ჩაცვიდნენ წყალში და 12 საათზე დარეკა დათო ჩემი სიძე რეკავს რომ ჩქარა მაშველებს დაუძახე სახურავზე ვარ. ერთადერთი გზა რომელიც აი ეკლესიიდან ჩამოდიოდა წლით იყო სავსე. ახლა მე ხანდახან როცა ფიქრობ კი ჩემ თავს ვადანაშაულებ უფრო სწრაფად შეიძლებოდა მისვლა და იქ დამირეკა ჩემო შვილმა იულიტამ რომ ჩქარა წყალი დიდდება. არა იმ ხელა წყალია დავიხვჩებით. ის ღამე როგორ დაიჭრა? როგორც ამბობენ ზემოთ ამ ხეობაში, მდინარე ვერეს ხეობაში ძალიან ძლიერი წვიმა იყო. ისეთი რომ მე მგონი მთელი წლის მარაგი თუ როგორ არის წვიმის მოვიდა 1 საათში თუ 2 საათში. და 11-ის ნახევარი იყო მე 10-ზე დაიწყო წვიმა თუ არ ვცდები დაახლოებით შეიძლება უფრო ადრეც და 11-ის ნახევარი იყო დაურეკე იქ ჩემი გოგონა იყო მისი მეგობარი გოგონა მარიამი და ჩემი სიძე მეცადინეობდნენ ეს ჩემი გოგონა სწავლობდა და მეცადინეობდნენ ბოლო გამოსვისიც ემზადებოდა და დაურეკე ჩემს სიძეს დაურეკე რომ სახში თუ ხარ წვიმს და ბავშვებს არ შეეშინდეს ჭექაქუხილის და სახში ვარო მეცხე და მე დამშვიდებული ვიყავ და ალბათ 11 საათი იქნებოდა რომ დავწეკი 12-ის ნახევარი. წვიმა ჩვენთან შემოასხა ფანჯრები და წვიმა ისეთი ძლიერი იყო და მას მომშრალებას მოვდით. და 12 საათზე დარეკა დათო ჩემი სიძე რეკავს რომ ჩქარა მაშველებს დაუძახე სახურავზე ვარ. მაშინ დავრეკეთ მაშველებთან პირველად ვერ გაიგეს სად უნდა მოსულიყვნენ და მე რომ უთხარით რომ აი რუსეთის საელჩოსთან თუ მოხვალთ მე წაგიყვანეთ. და სხვა ვერანაირად ვერ აუხსენი რომ როგორ სად უნდა მისულიყო. ერთადერთი გზა რომელიც აი ეკლესიიდან ჩამოდიოდა წლით იყო სავსე მივხვდი უბრალოდ იმიტომ როცა გადავიხედე აქ ჩემ ეზოდან უკვე სავსე იყო მთელი ხეობა და იქ ჩასვლა შეუძლებელი იქნებოდა მაშინ მივხვდი. და უთხარი აქ რუსეთის საელჩოსთან მოდით და მე წამოყვებით მეთქი და მართლაც მალე მოვიდა ალბათ 10-15 მაქსიმუმ მეტი არ დაგვიანებიათ ეს მაქსიმუმ. სამ მე ჩავიცვი ჩავჯექით მანქანაში ჩემი შვილი წამოვიდა მანქანით ავედით საელჩოსთან და აი ისინიც მოვიდნენ. მე მოვატრიალეთ ეს მანქანა და წავედით ვაკე საბურთალოს გზით და უნივერსიტეტის ქუჩით. ნუ გზაში ჩახერგილი იყო მანქანები ეს ხელით გადაყავდათ ბიჭებს. გზაც გადათხილი იყო მაშინ რაღაცას აშენებდნენ უნივერსიტეტის ქუჩაზე და ძალიან გაგვიჭირდა მისვლა. პირველი 35 წუთი იყო, კარგად მახსოვს, იმ ტელეფონში მაქვს ჩანიშნული. ეკლესიასთან ვიყავ ამაღლების ტაძართან, საბურთალოს სასაფლაოზე. და აი ყველაფერში დრო იკარგებოდა ახლა. ნახევარი საათი ფეხით რომ წახვიდე, ნახევარ საათში მიხვალე. არ დაგაგვიანებ. მე ახლა გადავსულა ასე ეკლესიაში. ამაღლების ტაძარში საბურთალოზე ფეხით იმიდან დინარის ხეობის გავს. ალბათ 15 წუთი მაქსიმუმ მეტი არ დამჭირდება. და იქ დამირეკა ჩემო შვილმა იულიტამ რომ ჩქარა წყალი დიდდება. და ნუ გეშინია მოვდივართ მეთქი და ალბათ და ჩავირბინეთ საბურთალოს სასაფლაოდან ვერეს ხეობაში ფერდობზე ჩავირბინეთ. ალბათ 10 წუთი მაქსიმუმ უფრო ნაკლებიც, მაგრამ უკვე ჩავედით უკვე ჩემი სიძე წყლიდან ამოდიოდა და წყალი სახლი წაღებული იყო ფაქტობრივად. იმიტომ მანამდე სახურავზე იჯდნენ და როგორც კი მოვარდა ესე დიდი ტალღა მოგლიჯა სახურავი და ჩაცვიდნენ წყალში და სიძეს ერთხელს ეჭირა ეს ხელში ორივენი ჩემი შვილის და მისი მეგობარის, მაგრამ შემდეგ რაღაცამ ჩაძირა წყალში და ხელი გაუშვა და ფაქტობრივად ვერ აღარც გაუგია მაგათი ხმა. ერთხელ საუბრეთ მარტო დათოს? არა, რამდენჯერმე დათოს ალბათ ორჯერ. ხო და სასაუბროდ სამცალოდა, იმიტომ რომ არ მეცალა სასაუბროდ, იმიტომ რომ ყოველთვის მაშველებს უბრეკავდი სად არიან. ხო და მათაც ხო რომ პასუხობდნენ უბრალოდ სასაუბროდ არ მეცალა რომ შევკითხოდი როგორ იყვნენ, სად იყვნენ. ნუ დათო მიყვებოდა მე რომ სახურავზე ვიჯექითო ისე. რომ რაღაცა ვიგძენიო და თუ ამბობს რომ ეს არის საშიშროება არის და ხმაური არის რომ გავედი გარეთ ერთსართულიანი სახლი იყო პირდაპირ წყალში ჩავდგი ფეხი უკვე ეზოში წყალი შემოდიოდა მოუარე სახლს უკანა მხრიდან ესე ფერდონის მხრიდან იქ ჭიშკარი მქონდა მეორე გაკეთებული
ხო და ჭიშკარს ვერ ვაღებ, იქიდან უკვე რაღაცა აწვებოდაო აქ. და ამ დროს გალავნიდან თავზე დამესხა ეს წყალი და მოbrunდი სახში უკან შემოვარე და რომაც კი კარები ჩავკეტე, ეზო წყლით გაივსო უკვე. და ეს ჩერდაკი მქონდა გამოჭილი ჭერში და ავიდა სახურავს. და ავყარეთო ეს თუნუქი სახურავის და სახურავზე დავჯერქიდო და აი მაშინ დარეკეს, მანამდე ვერც მოასებდნენ დარეკეს. ალბათ ჯერ მაშველებს ურეკავდნენ, მაგრამ ვერანაირად ვერ გააგებინებდნენ სად იყო. ეს ფაქტობრივად იმის მოგნება აქედან იყო გზა, აქედან ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ჩასვლა და იქიდან ვერანაირად ვერ გაიგებდნენ, რომ სად უნდა მისულიყო. იმიდან საბურთალოს სასაფლაოდ. და ამიტომ მე დამირეკე ჩქარა დაურეკე მაშველებსო და აი 35 წუთი 40 წუთი მოვუნდით ყველაფერს ამას სანამ დაარეკე, სანამ მოვიდნენ, სანამ ჩვენ მივედით, სანამ ჩავირბიდეთ და დათო რას ამბობდა აი რომ ამოდიოდა რა ამის ამბობდა ჩუმად ნუ აყიროდა ახლა ეს შიცა რეალებდა რომ იუდა გაფრინდა მეც არაფერს მიდიოდა წყალში, მაგრამ მაშველებსაც დაიჭილეს მაგრამ თვითონ ჩავდებოდა წყალში. უბრალოდ ძლიერი სპორტსმენი ბიჭია და უბრალოდ შეძლო რომ და ისთანაც ალბათ ტალღამაც გამოაგდო ნაპირისკენ. და იმის ბოძი იყო, ელექტრონის ბოძი იყო და იმაზე მიმაგდო და ეს ბოძზე რომ მოებღაუჭო გადაწვა ეს ბოძი და უკვე ნაპირთან თავი დადო ბოძმა ნაპირზე და იმას ამოუყვება. თორემ იქ ისეთი ფერდობი არის. დაახლოებით სახლიდან ალბათ 50 მეტრი იქნებოდა წაღებული, 50-100 მეტრამდე იქნებოდა წაიღეს. დათო იქით ამოვიდა 100 მეტრის იქით ჩვენი სახლი. ძალიან ციცაბო ფერდობია და ეს ბოძი რო არ ყოფილიყო, ალბათ ისიც ვერ გამოაღწევდა ნაპირს. რო უთხარი დათოს რომ დარეკა რომ ეს წყალი ადიდა სახურავზე ვართო, უთხარი გადადით უკანა მხრიდან ჭიშკარი ხო, ჭიშკარს ვერ ვაღებთო და მაშინ ღობეზე გადახდით მეტი გალავანზე და არა იმ ხელა წყალია დავიხჩვებით. იმიტომ ისეთი ძალით მოდიოდა. მე სადღაც ინტერნეტში წავიკითხე რომ 50 კმ/სთ სიჩქარით მოდიოდაო ეს 60 კმ/სთ სიჩქარით ეს დინარე მაშინ. ხო და ეს დიდი სიჩქარია და ალბათ ვერ გაბედეს გადახდო. ანდა იფიქრეს კიდევაც რომ ასეთი რამ არასოდეს არ მოხდარა და იქნება დაწდება ეს წყალი და ესე ჩავალდა. სახურავი მთელი იყო და მაგრამ ეს ამას არ ელოდნენ რომ შემდეგი ტალღა მოვიდა. კიდევ მოვარდა ეთყობა ეს. აი დაგუბებული წყალი ერთიანად მოვარდა და ეს ჯებირი მაშინ გადმოანგრია მე ასე ფიქრობ. იმიტომ ძალიან მასიური ჯებირია თუ ნახავთ. მარიამ ნერვიულობდა ვაი დედა ჩემი გაგიჟდებაო. ხო ეს დედამისზე ფიქრობდა სულ. ხო და იუდა ლოცულობდაო სულ. მეტი არაფერი არ არის. შაბათ დილით ჩავიდნენ დედამისმა ხაჭაპური გამოუცხო გაატანა რომ ეჭამათი და უკვე საღამომდე ერთად იყვნენ. საღამოს კიდევ ეს მოხდა უკვე შაბათ საღამოს. 14-ში პირველის 40 წუთი ასე 35 და 40 წუთამდე. 14 რიცხვში. და იჯდნენ იქ სახურავს. სანამ არ მოვარდა ეს ტალღა და არ წაიღო მთლიანად ეს სახურავი და ჩაცვიდნენ წყალში. ახლა მე ხანდახან როცა ფიქრობ, კი ჩემ თავს ვადანაშაულებ, უფრო სწრაფად შეიძლებოდა მისვლა. მაგ მეზობელს ყავდა ესეთი კარგი მანქანა, რომელიც გზაში არ გაჩერდებოდა. ჩემ ბავშვის მანქანა გაჩერდა. და მე დავაბრუნე ეს უკან. ვაკე საბურთალოს გზაზე რომ მივედი, ჩვენ მანქანით მიყვებოდით ამ მაშველებს. ვეღარ წავიდა და გაჩერდი მეთქმა უთხარი და ხო და იმას კარგი მანქანა ყავდა, უფრო სწრაფად შეიძლებოდა მისვლა ალბათ. რა ვიცი ახლა მე ურემი რო გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდება. მაგრამ ნუ ღმერთმა ასე ინება ალბათ. ჩვენ რა ვიცით. რატო რა ხდება? ისთვის რატო ხდება ეს რა?